საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ Facebook გვერდზე განცხადება გავრცელდა. სრულად გთავაზობთ მიმართვის ტექსტს. გამოთქვამთ გულის ტკივილს იმ კრეხელობის გამო, რაც ჩვენი გამორჩეული სიწმინდის, იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, მცხეთის ჯვრის მონასტერთან მიმართებაში ახლახანს დაფიქსირდა. ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქეების თუ მოქალაქის შეურაცხმყოფელი ქმედება არა მარტო ეკლესიის, არამედ მთელი ქვეყნის მიმართ. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ეს ადამიანი თუ ადამიანები ჯერ კიდევ არიან საქართველოში და იყო მოწოდებაც მათ მიმართ პირადი ანგარიშწორების შესახებ, რაც დაუშვებელია. შევნიშნავთ, რომ ფაქტების უტყუარობის დადგენის მიზნით და სათანადო რეაგირებისთვის წერილობით მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. 13 თებერვალი 2025 წელი. ღირებულებითი განათლების კლუბის მოსწავლეები და პედაგოგები პოეტ ტარიელ ხარხელაურს შეხვდნენ. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სტუდიაში გაიმართა. შეხვედრა ღირებულებითი განათლების პროგრამის ფარგლებში შედგა. ღონისძიება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა გახსნა. სასულიერო პირმა ღირებულებითი განათლების პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრის ფარგლებში ტარიელ ხარხელაურმა მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებში ღირებულებითი განათლების მნიშვნელობაზე. ღონისძიების მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. შეგახსენებთ, რომ პროექტი ღირებულებითი განათლება საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებითა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. საპილოტოდ შეირჩა თბილისის 20 საჯარო სკოლა, სადაც ღირებულებითი განათლების 30 კლუბი ჩამოყალიბდა. ამ დროისთვის პროექტში 750 მოსწავლეა ჩართული. ღირებულებითი განათლების კლუბები არის ჩამოყალიბებული სკოლებში და აი ამ კლუბების მხარდაჭერის მიზნით პერმანენტულად იმართება ღონისძიებები საქართველოს საპატრიარქოში, კერძოდ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, სადაც სხვადასხვა ცნობილი ადამიანები, პუბლიცისტები, მწერლები ხვდებიან მოზარდებს, მასწავლებლებს და საუბრობთ ფასეულობებზე, ღირებულებებზე. ვფიქრობთ, რომ ეს ადამიანები, რომლებსაც ვახვედრებთ ბავშვებსა და მასწავლებლებს, თუნდაც დღეს ბატონი ტარიელი არის ის ადამიანი, რომელიც მყარად არის მოჭიდებული იმ ღირებულებებს, რომელზეც დგას მისი ხელოვნება. და ვფიქრობთ, რომ ის სულისკვეთება, რაც მასში არის, მის პოეზიაში არის, კარგი გზავნილებია მოზარდისთვისაც, მასწავლებლისთვისაც, თუნდაც ჩვენთვის, რომ მყარი ორიენტირები ავიღოთ ჩვენი ცხოვრების გზაზე. ასე რომ ეს შეხვედრები გაგრძელდება და სასარგებლო იქნება ჩვენი მოზარდი თაობისთვის. დღევანდელ დღეს ჩემთვის აქვს ორმარგი დატვირთვა. მოდიხარ საპატრიარქოში და ხვდები ბავშვებს. ჩემთვის ყველაზე დიდი ასე რომ დავარქოთ ბედნიერება, როცა ბავშვებთან მაქვს საუბარი. როცა ბავშვებთან ესაუბრები მომავალ თაობას, რომელსაც ის თვითონაც ვერ გრძნობენ, რამხელა მდიდარი სამყაროთი მოდიან, ეს და განსაკუთრებით ეს თაობა. საოცარი ბავშვები მოდიან ნაბოლოდ, ძალიან საფრთხე მართებს სკოლასაც და ჩვენ საზოგადოებასაც, რომ ბავშვები გოდერძი ჩოხელის რო აქვს ასეთი მოთხრობა, ხევსურის მოხევის სადღერძელო, მორიამდე გაგვიმარჯოს ასეთი სადღერძელო და ის თერგს რო ერთება პატარა მდინარე მიუღრევა. აი ეს მინდა რომ ამ სიმღრიაში აიმხდეს ეს თაობა. ეს არის თუ ეს თაობა ასეთ ქავოში გაიბნა, არაფერი მომავალი აღარ აქვს. არც ქვეყანას და არც საზოგადოებას. იმიტომ ეს თაობა არის ბრწყინვალე თაობა. სამოწესრიგებული შინაგანი ინტელექტით. მოკრძალების განცდაც საოცრად დიდი. აქ გუშინ ჩამოველი ქუთაისიდან. მქონდა 5 სკოლაში შეხვედრა. ბავშვები არის გამორჩეულები. კითხვას ისეც კი აღარ გესმენ, როგორც ადრესამდე. თქვენ როდის დაწერა პირველი ტექსტი, მე გარბოდნენ, არა. დაგესმენ კითხვა და პასუხს თხოვენ. პასუხი უნდა დააკმაყოფილო ბავშვები იმ პასუხს და დაგცემენ პასუხს, არა ისეთ კითხვას კი არ გესმენ, რომ გულგარედან რო არის კითხვა, არა. ეს შეგინდა რომ მოდის, გესაუბრებიან სამშობლოზე, გესაუბრებიან სიყვარულზე და გესაუბრებიან როგორ უნდა მოიქცეთ.
ამიტომ დღეს ეს დაიხსო რომ ასეთი ანდერძეც კი მაქვს დატოვებული ასე რომ ერთ ბავშვსაც რომ სურდეს ჩემთან შეხვედრა როგორც უნდა დავდრომილი იყო ბავშვი არ შეაძახოთ მე წამოყვანეთ მე ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს უსაყვარლეს, ჩემთვის უსაყვარლეს პოეტს ბატონ ტარიელს ხვდებით. ფაქტიურად ჩემი ბავშვობა, ახალგაზრდობა, თითქმის ჩემი ცხოვრების კრედო არის, მისი ლექსები და კონკრეტულად აი ეს ციტირებას მოვახდენდი, სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს, მეხის გავარდნას გავდეს, სიკვდილი მტერიცა ყავდეს, მოყვარეც ყავდეს, მაგრამ არც ერთთან ჭამოს სირცხვილი. მოხარული ვარ, რომ მოხდა ეს შეხვედრა ძალიან სასიამოვნოა ნამდვილად ამ პიროვნებასთან, ამ დიდ ლეგენდასთან, ცოცხალ ლეგენდასთან შეხვედრა. ჩემთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი, რომელიც გადმოგცემს პოეზიას თავისი გრძნობებით და ეს ყველაფერი ძალიან აღსანიშნავია იმისათვის, რომ გავრცელდეს ახალგაზრდებში და მით უმეტეს ჩემი ტორის ბავშვებში. ამიტომ ეს საღამო ჩემთვის ძალიან გამორჩეული და სასიამოვნო იყო. ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვარ, ძალიან მიყვარს ბატონი ტარიელ ხარხელაურის შემოქმედება და ძალიან მომწონს ღირებულებითი კლუბის მსგავსი აქტივობები. თბილისში კომპოზიტორისა და პიანისტის ცოტნე ზედგინიძის სოლო კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მომასპინძლა. კონცერტზე ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის და რობერტ შუმანის ნაწარმოებები შესრულდა. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდა ვირტუოზმა ასევე შეასრულა პარაფრაზი ვაგნერის ოპერების ციკლიდან. კონცერტს მუსიკოსები, ხელოვანები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ცოტნე ზედგინიძემ აღნიშნა, დიდი ხნის პაუზის შემდეგ ეს მისი პირველი კონცერტი იყო თბილისში და განსაკუთრებული და ემოციური იყო მისთვის ქართველ მსმენელთან შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ ცოტნე ზედგინიძე კლასიკურ მუსიკას შემოქმედებითად ადრეული ასაკიდანვე დაუკავშირდა. ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა ფორტეპიანოზე დაკვრის შესწავლა დაიწყო. 6 წლის ასაკში კი მას უკვე საკუთარი ნაწარმოებების შექმნა შეეძლო. ცოტნე ზედგინიძე როგორც ხელოვანი კლასიკური მუსიკის სფეროს არაერთმა სახელგანთქმულმა პროფესიონალმა აღიარა. ეს არის ისეთი ფენომენი, როგორებიც საუკუნეში ერთხელ იბადებიან. ეს სიტყვები წარმოთქვა ცოტნე ზედგინიძის მოსმენისას ცნობილმა კომპოზიტორმა გია ყანჩელმა. დღეს კონცერტზე შესრულდა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის მეცხრე სონატა, დავით ბუნდლერების შუმანის, რობერტ შუმანის და ჩემი ვაგნერზე პარაფრაზა მის 4 ოპერაზე. ამიტომ ეს ჩემი ნაწარმოებია, ანუ ვაგნერის ნაწარმოებია, მაგრამ ჩემს მიერ გადმოცემული და მოყოლილი. ძალიან დიდი ბედნიერება აქ დაკვრა, იმიტომ რომ მე საკმაოდ დიდ ხანს არ დამიკრავს, ვუკრავდი ძირითადად საზღვარგარეთ და აი ესეთი პირველი ეგეთი კონცერტი იყო საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ და ძალიან დიდი სიამოვნო მივიღე ნამდვილად. ის რომ საქართველოში ვარ და თბილისში ვუკრავ, ეს სხვანაირ გზაა ნამდვილად. ძალიან ესეთი დიდი მოვლენა იყო ჩემი აზრით დღევანდელი კონცერტი. რასაკვირველია ასეთი ნიჭის ადამიანი, როდესაც წარუდგება მსმენელს, ეს განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, სიხარულია ყველასთვის, იმიტომ რომ ეს ღვთის ნებასავით არის, იცით, აქ ამას ვერც ასწავლე ადამიანს და ვერც ასე ვთქვათ, გააგებინებ. განსაკუთრებით, ჩემზე მოახდინა უზარმაზარი შთაბეჭდილება ვაგნერის პარაფრაზამ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენთვის პიანისტებისთვის არ დაუწერია არაფერი მაგ პიროვნებას და აი ხა დღეს ცოტნემ პრაქტიკულად აი ეს ორკესტრული ჟღერადობა, ეს მასიური უზარმაზარი ვაგნერის ორკესტრი, რომელიც პრაქტიკულად შეუძლებელია ამის იმიტაცია როიალზე, ესე იგი ისეთი შთაბეჭდილება იყო, რომ უსმენდი ორკესტრს, უსმენდი აი ამ პალიტრას, აი ამ უზარმაზარ ფერებს. ეს როიალი რასაკვირველია, საოცარი ინსტრუმენტია, იმიტომ რომ ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია ორკესტრი, ასე ვთქვათ, ორკესტრის იმიტაცია მოხდინოს, მაგრამ აი ასე და ვაგნერის განსაკუთრებით ვაგნერის პარტიტურა ეს განსაკუთრებულად რთულია. და გარდა ამისა, პარაფრაზაა და ეს იყო იმპროვიზაცია და ეს ლეიტმოტივების შერწყმა ერთმანეთში. 4 ოპერიდან გამოიყენა და მოკლედ ეს იყო დიდი სიხარული, ეს იყო მუსიკის, ასე ვთქვათ, აი დღესასწაული.
მარილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხმარებადი სანელებელია. სპეციალისტების განმარტებით ადამიანმა უნდა იცოდეს მისი გამოყენების დღიური ნორმა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ჩატარებულმა მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტ მარილს მოიხმარს ადამიანი, მით მაღალია მისი არტერიული წნევა. ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის დღეში მხოლოდ 1 ჩაის კოვზის სუფრის მარილია რეკომენდებული. სპეციალისტების განმარტებით მარილის ჭარბი რაოდენობით რეგულარულმა მიღებამ შესაძლოა მაღალი წნევა, გულის დაავადება და ინსულტი გამოიწვიოს. ჭარბი მარილის მიღების შემთხვევაში ადამიანს აწუხებს შებერილობა, აქვს შეშუპებული ფეხები, აღენიშნება თავის ტკივილი და უძილობა. შეიძლება ვინმეს მიაჩნდეს, რომ სახლში მომზადებული კერძის გემოს სრულყოფის ერთადერთი საშუალება მარილის დამატებაა. სინამდვილეში არსებობს უამრავი სხვა გზა, რომელთა საშუალებით საკვები შესაძლებელია უფრო მეტად არომატული და გემრიელი გახდეს. სპეციალისტების განმარტებით სასურველია მარილიანი საკვები ჯანსაღი პროდუქტებით ჩაანაცვლოთ. როგორიცაა ახალი ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული, ნიახური, კიტრი და სტაფილო. სპეციალისტები მოგვიწოდებენ ჩავანაცვლოთ მარილი ციტრუსით, ახალი მწვანილით, წიწაკით, ნივრით, შავი პილპილით და სხვა სანელებლებით. მათი განცხადებით უნდა შემცირდეს მარილიანი სოუსების რაოდენობაც.